დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია, რესტორანაზე თარგმანი. რასაკვირველია, ჩვენ დღესაც ადამიანზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ ადამიანი და მასთან დაკავშირებული ცოდნა, მის მიმართ დამოკიდებულება არის ჩვენი გადაცემის კონცეფციის საფუძველი. თქვენ ძალიან კარგად იცით და თქვენ ამას წლების მანძილზე შეეჩვიეთ. თუმცა მე მაინც ვიტყვი, რომ სწორედ ადამიანია ყველაზე დიდი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში და ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ადამიანის სიცოცხლეზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და ადამიანის არჩევანზე. დიახ, არჩევანზე, რომელიც ძალიან ხშირად განსაზღვრავს საბოლოო ჯამში ვინ იქნება თავად ერთი ადამიანი და როგორი იქნება ჩვენი საზოგადოება. დღეს 15 ივნისია და შესაბამისად ჩვენ როდესაც კალენდარს გადავფურცლავთ, აღმოვაჩენთ, რას უკავშირდება დღევანდელი თარიღი. და ვიდრე უშუალოდ ამ თემაზე გეტყოდეთ, გაგახსენებთ, ადამიანი როდის არის ხანდაზმული. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ 60 წლის ზემოთ ადამიანი ხანდაზმულია, მაგრამ ამავე დროს აზუსტებს, რომ 60-დან დაახლოებით 75 წლამდე, ანუ 74 წლის ჩათვლით, ეს არის ახალგაზრდა ხანდაზმული და შემდეგ დგება ხანდაზმულობის სხვა ფაზები ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად. და როდესაც ჩვენ საუბრობთ ხანდაზმულებზე, ჩვენ მხედველობაში გვაქვს მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, ისევე როგორც ბავშვების მიმართ. რატომ? იმიტომ რომ ნებისმიერი საზოგადოების ცხოვრების ხარისხი მიუხედავად იმისა, თავს როგორ გრძნობს ერთი ადამიანი, განისაზღვრება იმით, როგორ არიან მოვლილები ბავშვები და როგორი პასუხისმგებლობით ვექცევით ჩვენ ღვაწლმოსილ ადამიანებს, ხანდაზმულ ადამიანებს. საზოგადოების განვითარების ხარისხის მაჩვენებელია ხშირ შემთხვევაში ეს ფაქტორი და ამიტომ 15 ივნისი საერთაშორისო კალენდარში საგანგებოდ გამოყვეს. როგორ? დღევანდელი დღე უკავშირდება ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ცნობადობას და სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებული საერთაშორისო დღეა. თუმცა, როდესაც დავაკვირდებით რა აღმოჩნდა მთავარი სათქმელი პროფესიონალების მხრიდან, შეგვიძლია ორი მთავარი ტენდენცია გამოვყოთ. ერთი, რომელიც მიმართულია საზოგადოებისკენ და საზოგადოებას მოუწოდებენ პროფესიონალები, რომ მხარი დაუჭირონ ხანდაზმულებს და ეს არის ნებისმიერი საზოგადოების განვითარების მაჩვენებელი, ისევე როგორც არის ბავშვების მიმართ დამოკიდებულება. და მეორე მხრივ ეს გახლავთ თავად სათქმელი ხანდაზმულების მისამართით, როდესაც კეთილგანწყობით შეხვდითო სიბერესო, ასე ამბობენ პროფესიონალები. საქართველოშიც ასე ამბობენ, ტკბილად დამიბერტიო, ანუ ადამიანს უსურვებენ მაქსიმალური კეთილგანწყობით ცხოვრებას ხანდაზმულ ასაკში. ხშირ შემთხვევაში ეს დიდი სირთულეა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ძალადობაზე ვსაუბრობთ. როგორი შეიძლება იყოს ძალადობა ხანდაზმულის მიმართ? რასაკვირველია, ფიზიკური ძალადობა გვახსენდება თითქოს პირველ რიგში, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ემოციური ძალადობა. ეს შეიძლება იყოს მორალური ძალადობა. ეს შეიძლება იყოს ეკონომიკური ძალადობა. კვებასთან დაკავშირებით ჩვენ გადაცემის ბოლოს ვისაუბრებთ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მოსახლეობა საზოგადოებად მხოლოდ მაშინ ყალიბდება, როდესაც მას არ ავიწყდება, რომ ადამიანია ყველაზე დიდი ღირებულება, მიუხედავად მისი ასაკისა, სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა, რელიგიური მრწამსისა და პოლიტიკური შეხედულებისა, მიუხედავად ადამიანის დიაგნოზისა. დიახ, დღევანდელი გადაცემა და დღევანდელი შესავალი და თარიღი იყო საბაბი ამის გასახსენებლად. როდესაც ადამიანის ორგანიზმზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყოველთვის გახსენებთ, რომ ადამიანის ორგანიზმი ეს არის ძალიან ჰარმონიული სისტემა, სადაც ყველა ორგანოს თავისი ფუნქცია და დანიშნულება აქვს, ყველა ქსოვილით საკუთარ ამოცანას ასრულებს და ასეთ შემთხვევაში ფორმისა და შინაარსის შესაბამისობა შეიძლება იყოს გადამწყვეტი. როდესაც ადამიანის სხეულის აგებულებას ვიხსენებთ, ჩვენ გულისხმობთ მთავარ საყრდენ ნაწილს, როდესაც ადამიანი
შრეობრივად უნდა წარმოვიდგინოთ და ასეთ შემთხვევაში საყრდენ მამოძრავებელ სისტემას აქვს სწორედ ამ ჩონჩხის დატვირთვა, ამ ღერძის დატვირთვა, რომელზედაც შემდეგ ყველა სხვა ქსოვილი და სისტემა არის აწყობილი. და თუ წარმოვიდგენთ საყრდენ მამოძრავებელ სისტემას თავისი ნაწილების შესაბამისად, სახსრებს, რომელთაც ძვლების ერთმანეთთან დაკავშირების ფუნქცია აქვს, ნამდვილად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სახსრების ჯანმრთელობა არის ხშირად მთლიანად ჩვენი ჯანმრთელობის გამსაზღვრელი და თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. სხვადასხვა სახსრის პრობლემაზე საუბრისას ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში, თუმცა დღეს ჩვენ ხრის სახსარზე გამორჩეულად საუბრობთ და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ორთოპედ ტრავმატოლოგი ბატონი გიორგი ხუციშვილი. დილამშვიდობისა ბატონ გიორგი. დილამშვიდობის ქალბატონო მარი, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მიხარია თქვენი სტუმრობა, მით უფრო რომ ჩვენ დღეს საუბრობთ მხრის სახსარზე და შესაძლოა ჩვენი საზოგადოებისათვის მაინც ჩვეული არ იყოს ეს თემა. ის რომ მუხლის სახსარზე ხშირად საუბრობთ, ის რომ მენჯბარძაყის სახსარზე ხშირად საუბრობთ, საზოგადოებას თითქოს ყური მიჩვეული აქვს. მტევნის წვრილ სახსრებზე საუბარსაც შეჩვეულია საზოგადოება. თუმცა მხრის სახსრის პრობლემებზე ნაკლებად ესმით მე ასე მგონია და ფართო საზოგადოებაში ნაკლებად არის ხოლმე ეს თემა განხილული და ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ თქვენ საუბარს. მოდით გაგვახსენეთ, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი მხრის სახსრის ჯანმრთელობა და ყველაზე ხშირად რა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს, რა შეიძლება გაუჭირდეს მხრის სახსარს? კი ბატონო, ავიღოთ რომ თავიდან დავიწყოთ რომ მხრის სახსარი ძალიან საინტერესო სახსარია. ყველაზე მოძრავი სახსარია ჩვენს ორგანიზმში. ყველაზე მეტ მოძრაობას მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე მხრის სახსარი ასრულებს და ძალიან ბევრ ფუნქციას ძენს ჩვენს ორგანიზმს. ამავდროულად არის ასე ვთქვათ არასრულფასოვანი სახსარი. თუ მის შენებას ავიღებთ და შევადარებთ მაგალითად მენჯბარძაყის სახსარს, მხრის სახსრის თავი, ანუ მხრის თავი და გლენოიდური ფოსო ერთმანეთთან არაკონგრუენტულია. ერთმანეთის მიმართ მხრის თავი უფრო დიდია და ფოსო უფრო პატარაა. ანუ იდეალური შესაბამისობა არ არის. შესაბამისობა არ აქვს, თუმცა ძალიან მობილური სახსარია. ამავდროულად მიდრეკილი ამოვარდნილობისკენ. ყველაზე ხშირი ამოვარდნილობა ვითარდება ხრის სახსარში. ასევე ის დაავადებები, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ხრის სახსრის დაზიანებით, არის რამოდენიმე დაავადება, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება. ერთ-ერთი არის გაყინული მხრის სინდრომი, ეგრეთ წოდებული. ადგილზიური კაფსულიტი. ეს არის მხრის სახსრის კაფსულის ანთებითი დაავადება, რომელიც როსაც კაფსულა ხდება უფრო მყარი, არაელასტიური და ზღუდავს მოძრაობას. ეს არის მწვავე პათოლოგია, რომელიც ინკურნება მწვავე პერიოდში ადვილად, თუმცა თუ ის ქრონიკულ პროცესში გადავიდა, მისი მკურნალობა უფრო ხანგრძლივია. განსაკუთრებით ეს დაავადება ემუქრებათ ადამიანებს, რომლებსაც აქვს ნივთიერებათა ცვლის დარღვევები. ეს არის დიაბეტის მქონე პაციენტები და სხვადასხვა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მქონე პაციენტები. პურინების ცვლის დარღვევის შემთხვევაშიც შესაძლებელია ხომ ასეთი პრობლემის განვითარება? ხო. მკურნალობის მეთოდი არსებობს როგორც კონსერვატიული, სახსარში დაინექციები, ასევე ოპერაციული მკურნალობა ართროსკოპიული მეთოდით. ანუ როგორც სახელწოდება მიგვითითებს და როგორც თქვენ ახსენეთ, მხრის სახსარი გარკვეული პერიოდის მანძილზე კარგავს თავის ფუნქციას. იყინება პრაქტიკულად. და ადამიანი ამ სახსართან დაკავშირებულ ვერცერთ მოძრაობას ვერ შეასრულებს, ბატონო გიორგი. ფუნქცია შენარჩუნებულია ნაწილობრივ, რა თქმა უნდა. არ არის მყარი კონტრაქტურა, თუმცა ფუნქცია დაქვეითებული აქვს და სრული მოძრაობები ვერ ასრულდება ამ შემთხვევაში სახსარში. ანუ როდესაც ჩვენ უნდა ხელი ავწიოთ, ვთქვათ, მოვხაროთ, გადავიტანოთ სხვადასხვა მიმართულებით, აი ამ მოძრაობებში არის ერთ-ერთი სიმპტომი ამისი სრულ პარალიცს ეძახიან, როდესაც მხარი ჩამოკიდულია, ვერ ამოძრავებს პაციენტი, თუმცა თვითონ სახსარში დაზიანება არ არის, მაგრამ რბილ-ქსოვილები იმდენად არის შეშუპებული, რომ მისი მოძრაობა შეუძლებელი. და ნევროლოგიური მექანიზმი, რომელიც პარეს უდევს საფუძვლად, ამ შემთხვევაში არ არის. კიდევ რა პრობლემა? აი, ამოვარდნილობა იყო საინტერესო. სხვათა შორის ამოვარდნილობა, რომელიც ანატომიური თავისებურებით ახსენეთ თქვენ, ყველა ასაკში აქტუალურია. ყველა ასაკში, განსაკუთრებით სპორტსმენებში, ყველაზე ხშირი ამოვარდნილობა სპორტსმენებში არის მხრის სახსარში. და ხშირი ამოვარდნილობის შემთხვევაში ხდება ხოლმე ოპერაციული ჩარევის საკითხი დგება.
რადგან ჩვეული ამოვარდნილობა უკვე იმდენად მოშვებულია ხრის მანჟეტი, რომელიც იჭერს სახსარს, რომ მისი ოპერაციული კურნალობა ხდება საჭირო. ხრის სახსრის ამოვარდნილობის სხვადასხვა მეთოდები არსებობს მისი ჩასწორების. ასანიშნავია, რომ ერთ-ერთი არის ქართული მეთოდიც. იური ჯანელიძე იყო ასეთი ქართველი ქირურგი 1925 წელს აღწერა თავისივე მეთოდი და თუ ავიღეთ მედიცინის ისტორიას, ერთ-ერთი ყველაზე ძველი манипуляცია არის ხრის სახსრის ჩასწორება. ეს არის ჰიპოკრატეს მეთოდის ჩასწორება. დიახ. ესეც საინტერესო. და სხვადასხვა შორის ძალიან ხშირად ეს ნახატებზე, ფრესკებზეც, კედლის მხატვრობაშიც და ტრაქტატებში და მხატვრულ ფილმებშიც არის ხოლმე ესე ძალიან თვალსაჩინოდ წარმოდგენილი. კიდევ რა შეიძლება დაემართოს? ამოვარდნილობა შეიძლება ქონდეს სახსარს, შეიძლება ქონდეს როგორც ბრძანეთ გაყინვა. ბატონო. კიდევ რა შეიძლება მოხდეს? ასეპტიური ნეკროზი, ეს არის დაავადება, როდესაც ხრის ძვლის თავს აკლდება სისხლძარღვოვანი მომარაგება, ანუ სისხლძარღვოვანი კვება. არის მიეწოდება მას ნივთიერებები და შესაბამისად იწყება მისი კვდომა, ანუ ნეკროზი. ეს უკვე საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. არის ასევე მწვავე ტრავმები, მოტეხილობები ხრის სახსარში, ხესოვანი იოგოვანი დაზიანებები, რომელიც უფრო ხშირად სპორტსმენებში ვითარდება. და საბოლოო ჯამში პოსტტრაუმულ სიტუაციებს, ქრონიკულ ანთებებს მივყავართ სახსრის ართროზამდე. როდესაც ხტილი დაზიანებულია, მოძრაობა აღარ ხდება სახსრაში სრიალა მოძრაობა, არის მტკივნეული, არის შეზღუდვა მოძრაობის და ამ დროს უკვე საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა. ბატონ გიორგი, საზოგადოებას ახსოვს ტერმინი ართროზი, იმიტომ რომ ხშირად ესმის უკვე. ყველაფერს თავი დავანებოთ, 30 წელზე მეტია ჩვენი ეთერიდან ესმის და პრაქტიკულად თანამედროვე საინფორმაციო ნაკადების გათვალისწინებით საზოგადოების ინფორმირების ხარისხი მაინც გაზრდილია. ტერმინი ესმის ართროზი და რატომღაც ხშირ შემთხვევაში ასაკთან არის ხოლმე გაიგივებული. მართლაც ასეა, ართროზი ასაკთან არის ასოცირებული თუ ასაკი უბრალოდ ხელშემწყობია და ართროზი შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს? ძირითადად მართლა ვბრძანდებით ასაკთან არის ასოცირებული, რადგან ჩვენი ორგანიზმი ცვეთადია და როგორც სხვა ორგანოები, ასევე სახსარიც ცვდება. იცით, რომ სახსარი ჰიალურონული ხტილით არის დაფარული, მას გარკვეული სისქი აქვს და ამ ხახუნის შედეგად ის ცვდება, მაგრამ ცვდება და ზიანდება ასევე ტრავმების შედეგად, რომელიც შეიძლება ახალგაზრდა ასაკშიც განვითარდეს, როდესაც სახსარში დამოტეხილობები არის, სახსრის მწვავე ტრავმებია, იგივე ამოვარდნილობის შემდეგ ხშირია ართროზის განვითარება და ანთებითი დაავადებების შედეგად. თქვენ ბრძანეთ, რომ მთავარი შედეგი ართროზის არის ის, რომ სახსარი თავის ამოცანებს ვეღარ უმკლავდება. და სხვა დროს ეს გლუვი ზედაპირები, სრიალა ზედაპირები პრაქტიკულად ამ შემთხვევაში აღარ არის. რაც იმას ნიშნავს, რომ მოძრაობის დროსაც არის სირთულეები და რაც თავარია, ეს არის მტკივნეული დისკომფორტს უქმნის ადამიანს. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ეს ტკივილი ზღუდავს ადამიანის მოძრაობას და მეორე მხრივ ნიშნავს, რომ სისტემატურად ასეთი დისკომფორტი მკვეთრად აქვეითებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. სად არის გამოსავალი? თანამედროვე მედიცინა როგორ ჭრის ამ პრობლემას? გამოსავალი არსებობს ნამდვილად. იგივე სიტუაცია იყო მეჯბარძაღისა და მუხლის სახსრის შემთხვევაში ჩვენ ქვეყანაში დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც თვლიდნენ, რომ არ იყო გამოსავალი, მაგრამ კარგად იცით, რომ ენდოპროტეზირება უკვე არის. დიახ, მაშინ ითვლებოდა, რომ უნდა მოითმინოს ადამიანმა. ასევე ითვლებოდა მხრის სახსრის შემთხვევაში, რადგანაც სამ ფუნქციას თუ ასრულებდა მხარი, ეს არის კვება, თმის დავარცხნა და ტანსაცმლის ჩაცმა, ითვლებოდა, რომ ეს ფუნქცია საკმარისია და აღარ გჭირდება მეტი ადამიანი. ანუ როგორი ტკივილიც არ უნდა მქონდეს, როგორი შეზღუდვაც მქონდეს, თუ ჭამა შემიძლია, თმის დავარცხნა შემიძლია და ღილის შეკრა შეიძლება ქონდეს ხრის სახსრა საკმარისი. თუმცა დღეს ასე აღარ ითვლება. დღეს უკვე ასე აღარ არის, ასე აღარ არის არც ევროპაში, არც ამერიკაში, არც განვითარებულ ქვეყნებში ესე არ არის. ნამდვილად იგივე პროცესი გაიარა იმ ქვეყნებაც, რასაც ჩვენ გავდივართ, პროტეზირებასთან დაკავშირებით, ჩვენ ცოტა უკან ვართ, თუმცა ვეწევით ნამდვილად მათ და ჩვენი მედიცინა ენდოპროტეზირების კუთხით ნამდვილად მაღალ დონეზე დგას. რაც შეეხება მხრის სახსრის ენდოპროტეზირებას, გარკვეული ისტორია აქვს ამ ოპერაციას. პირველად აღწერილი იქნა 1895 წელს ფრანგი ქირურგი პეანის მიერ. ეს ოპერაცია, თუმცა რა თქმა უნდა, ის არ იყო
შედეგიანი, რადგანაც ტიტანისა და რეზინის ჩანართებით გააკეთა ეს ოპერაცია. შემდგომ უკვე ხდება 50-იან წლებში, 50-60-იან წლებში ჰემიართოპლასტიკის, ანუ ცალ-მხარეს ჩანაცვლების ოპერაცია და შემდეგ უკვე 80-იან წლებში ვითარდება ეს ოპერაცია ევროპაში. თუმცა გარკვეული შეზღუდვა ჰქონდა ამ ოპერაციებს, რადგანაც ანატომიური ენდოპროტეზები, რაც ჩვეულებრივად უნდა გაკეთებულიყო, ანუ ანატომიას იმეორებდა ენდოპროტეზი. მხრის მხარეს იყო მხრის თავი, ხოლო გლენოდური ფოსოს მხარეს ფოსო. მაგრამ ერთ-ერთი თავისებურება ახასიათებს ხრის სახსას, მას აქვს როტატორული მანჟეტი. ანუ ის ყესოვანი ელემენტები, რომლებიც იცავენ მას ამოვარდნილობისგან. ასაკთან ერთად ეს როტატორული მანჟეტის ატროფიას განიცდის, ზიანდება და აღარ არის მხარი სტაბილური. შესაბამისად, ანატომიური ენდოპროტეზირების შემთხვევაში ხდებოდა ამოვარდნილობა სახსრის. ამიტომ იყო დადგა საკითხი, რამდენად ეს ოპერაცია არის წარმატებული თუ არ არის. ანუ თავად ოპერაციის მიზანშეწონილობა დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. შემდგომ უკვე 1995-97 წლებში გრამონმა, ფრანგმა ასევე ქირურგმა გამოიგონა რევერსული პროტეზი, როდესაც ფოსოს მხარეს დგება თავი და თავის მხარეს დგება ფოსო. ასე მოხდა წაანაცვლა რეალურად. წაანაცვლა და ბრუნვადი ცენტრის მედიალიზაცია მოხდა და იმ დატვირთვის გადატანა, ესე იგი სტაბილიზაციის დატვირთვის გადატანა მოხდა დელტოიდურ კუნთზე. ანუ ყველაზე ძლიერ კუნთზე ჩვენს ორგანიზმში. რომელსაც ძალიან ადვილად ხედავთ, როდესაც შიშო მხარზე ლაპარაკი, აი აქ თითქოს მხარს რომ გადმომჯდარია, ეს არის ზუსტად დელტისებრი კუნთი. ყველაზე მეტად ვენდობით, ასე ვთქვათ, ხო? თუ რამეს დარტყმა უნდა ადამიანს პირველ რიგში მხრით ეჯახება. ასე რომ ძალიან ძლიერი კუნთია და ესეც ძლიერი რჩება ჩვენი ცხოვრების მანძილზე ეს კუნთი, ამიტომაც ამ ოპერაციამ გაამართლა და ძალიან პოპულარული გახდა, ასე ვთქვათ. ჩვენ ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის პოპულარული ეს ოპერაცია, ჯერ ვერ ენდობა პაციენტი ამ ყველაფერს, თუმცა კეთდება, ხომ ასე? თუმცა კეთდება, დავიწყეთ ამის კეთება და საკმაოდ წარმატებით. და მე მგონია, როგორც მუხლის, როგორც მეჯბარძაღის სახსრის, ასევე წარმატებით იქნება ეს ოპერაციები შესრულებული ჩვენთან. უნდობლობის საფუძველი რა არის? ახალია. ახალია. დიახ. როგორც ყველაფერს ახალს ასევე უყურებენ მეჯბარძაღის სახსრას და მუხლის სახსრას. დიახ. მით უფრო რომ ჩვენ აქ მოგვიწევს რამდენიმე კითხვას უპასუხოთ, რაც უფრო მაღალია უნდობლობის ხარისხი, მით მეტი ინფორმაცია სჭირდება საზოგადოებას უნდობლობის დასაძლევად და აი ამ უნდობლობის გასაფანტად. ეფექტიანია იმ ადამიანებისათვის განვითარებულ ქვეყნებში, სადაც უკვე წლების მანძილზე კეთდება ასეთი ოპერაციები. შეცვალა ამ ადამიანების ცხოვრების ხარისხი. განმარტება აქ ამ ოპერაციას ევროპაში, სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებელი ოპერაცია. რა თქმა უნდა, ეს დაავადებები სახსართან დაკავშირებით, რაც არის ადამიანის ჯანმრთელობას, ანუ სიცოცხლეს არ ემუქრება, თუმცა მის ყოველდღიურ ცხოვრებას ზღუდავს და მის ცხოვრებას ხდის არასრულფასოვანს. დიახ. ქრონიკური ტკივილის გამო თუნდაც. ექიმის მოვალეობაა, რომ ურჩიოს პაციენტს მას ეს ამ ოპერაციის ჩატარება, ხოლო პაციენტმა უნდა გადაწყვიტოს, სურს მას გაიმჯობესოს სიცოცხლის ხარისხი თუ ურჩევნია ასე ცხოვრება. როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ენდოპროტეზირებაზე, აქ ერთ-ერთი კითხვა, რომელიც უჩნდება საზოგადოებას და ცხადია ეს მხოლოდ მხრის სახსართან არ იქნება დაკავშირებული, ასეთი კითხვები იყო მუხლის სახსართან დაკავშირებით, ასეთი კითხვები იყო რასაკვირველია მეჯბარძაღთან დაკავშირებით. რამდენად გრძელვადიანია ასეთ დროს შედეგი, რამდენ ეფექტიანიც არ უნდა იყოს, რამდენად გრძელვადიანია, ჭირდება თუ არა ასეთ ენდოპროტეზებს რამდენჯერმე ჩანაცვლება, ან თუნდაც ერთხელ მაინც ჩანაცვლება. არის თუ არა რისკები იმისა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა გაუარესდეს სწორედ აი ამ პროტეზირების დამსახურებით, იმიტომ რომ უნდა ვაღიაროთ, რომ უნდობლობის საფუძველი ერთ-ერთი ასეთი დამოკიდებულებაც არის და სამართლიანია, რომ საზოგადოება ამ კითხვას სვამს. ნამდვილად. პირველი კითხვა, რაც პაციენტს უჩნდება, არის რამდენი ხანი იმუშავებს ხელოვნური სახსარი. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ხელოვნური სახსრის ხარისხზე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, როგორი ხარისხის არის ეს მეტალი და როგორი დამუშავებულია, როგორ შეასრულებს ქირურგი ოპერაციულ ჩარევას და როგორ მოუვლის პაციენტი ამ ყველაფერს.
ამაზეა დამოკიდებული ხანგრძლივობა მუშაობის. ერთ-ერთი ფაქტორი არის ეს. თუმცა მთელ სოფლიოში არსებობს დაკვირვება, ესე ეგრეთ წოდებული საერთაშორისო რეგისტრები, რომლებიც სადაც შედის ინფორმაცია ძირითადად წამყვანი კლინიკებიდან, რამდენი ხანი იმუშავა კონკრეტულმა სახსარმა. მაგალითად, წელს თუ ჩასვა ერთი სახსარი ქირურგმა, შემდეგ ამოწმებენ ყოველწლიურად. თუმცა დაკვირვება მიმდინარეობს 15 წლის მანძილზე. ამიტომ განისაზღვრება სიცოცხლის უნარიანობა სახსრის 15 წლის პერიოდში. და იძახიან, რომ 15 წელიწადი მუშაობს ეს პროტეზი დაახლოებით 97% შემთხვევაში. ასე აქვს ესეთ ცნობილ ფირმებს წარმოდგენილი. თუმცა არ არის პანაცეა, რომ 15 წელი იმუშაოს. ქონია შემთხვევა, რომ მინახავს 50 წლის წინ ჩასმული ენდოპროტეზი, დღესაც რომ მუშაობს, მაგრამ მინახავს, რომ 2 წელიწადში გამოსაცვლელი ყოფილა. ბევრ რამეზეა დამოკიდებული და მარტო პროტეზს ვერ ხელოვნურ სახსას ვერ დავაბრალებთ ამას. მათ შორის ექსპლუატაციაზეც? ექსპლუატაციაზე, დატვირთვაზე, ინფექციის განვითარებაზე. როდესაც თქვენ საუბრობდით რისკებზე, ცალ-ცალკე პრობლემებთან დაკავშირებით, მეტნაკლებად ახსენეთ, რომ მაგალითად ამოვარდნილობასთან დაკავშირებით სპორტსმენებისათვის ეს შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული გამოწვევა. მაგალითად, თქვენ საუბრობდით გაყინულ სახსარზე, სადაც ლაპარაკი იყო ნივთიერებათა ცვლის დარღვევებზე და ისეთ ქრონიკულ დაავადებებზე, სადაც მეტაბოლური დარღვევა არის განუყოფელი ნაწილი დაავადებისა. ართროზის შემთხვევაში ნაწილობრივ ასაკი არის განსაზღვრელი ამ თვალსაზრისით რისკებისა და ასე შემდეგ. თუმცა თუ წარმოვიდგენთ იმ პროცესს, რომ ოსტეოპოროზის რისკიც იზრდება ასაკთან ერთად. დღეს უკვე ვიცით, რომ არა მარტო ქალებში, არამედ მამაკაცებში. გავითვალისწინებთ იმას, რომ საზოგადოების ინფორმირება და დამოკიდებულება მაინც და მაინც ენთუზიაზმით ახსავსი არ არის და გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მხრის სახსარი არც თუ სამართლიანად ყველაზე დატვირთულია, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ამ შემთხვევაში განკუთვნილი იმისთვის, რომ ფართო მასშტაბით ასეთი მაკორექტირებელი ოპერაციები ჩატარდეს. როგორ ფიქრობთ, როგორია ამ მხრივ პერსპექტივა? სხვა რა საშუალებები არსებობს სახსრის მდგომარეობის შენარჩუნების და როგორ ვარაუდობთ, როგორ უნდა განვითარდეს ტენდენცია? ჩვენ შევძლებთ, რომ დამოკიდებულება საზოგადოების შეიცვალოს და ამ ოპერაციამ უფრო მეტი გავლენა იქონიოს ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. პირველ რიგში აქამდე რო არ მივიდეს მდგომარეობა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, ეს არის ერთ-ერთი გამამპირობებელი იმისი, რომ სახსარმა იმუშაოს. მათ შორის ხრის სახსართან დაკავშირებითაც. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კარგად იცით, რომ დღევანდელ პირობებში არც კვება არის ჯანსაღი, არც აქტივობა ხდება შესაბამისი და იგივე ეს ოსტეოპოროზი უწყობს ხელს განვითარდეს შემდგომ ართროზს. არც დატვირთვა, ხშირ შემთხვევაში ადამიანის დატვირთვა არც ასაკის ან ფიზიკური მონაცემების შესაბამისი არ არის ხოლმე. რა თქმა უნდა. იგივე სპორტსმენებში პროფესიული სპორტი მიდრეკილია სახსრის დაზიანებისკენ უკვე 50 წლის შემდეგ და ეს გათვალისწინებული აქვს სპორტსმენებს. სხვადასხვა ენდი მარი არის ასეთი ჩოგბურთელი, რომელმაც ხელოვნური სახსრით ითამაშა უმბილდონა. ხრის სახსრის ჩანაცვლების მერე. მეჯბარძახის. რაც შეეხება განვითარებას ამ ოპერაციების, რა თქმა უნდა მოხდება ეს ბუნებრივი პროცესია, რადგანაც კმაყოფილება თუ იქნება პაციენტების ოპერაციების შემდეგ, ეს შესაბამისად უკვე მოახდენს ამ ოპერაციების გამო. იგივე იყო მეჯბარძახის შემთხვევაში შეზღუდვები იყო, კითხვები იყო, უნდობლობა იყო, დღეს თვითონ ითხოვს პაციენტი ოპერაციას. მე მაყურებლისათვის ვისარგებლებ და განმარტავ, ჩვენ ყოველთვის საუბრობთ სამედიცინო სფეროში სიახლეებზე, საუბრობთ ტენდენციებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ჩვენს გადაცემას არ აქვს სარეკლამო დატვირთვა, ჩვენს გადაცემას არ აქვს ამოცანა რომელიმე მეთოდის პროპაგანდასთან დაკავშირებით, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ იმაზე, როგორ განვითარდა ესა თუ ის მიმართულება, თუნდაც ოპერაციულ ჩარევასთან დაკავშირებით, თუნდაც მკურნალობასთან დაკავშირებით განვითარებულ სამყაროში და რა შესაძლებლობები აქვს თანამედროვე მედიცინას იმისთვის, რომ გადაჭრან პრობლემები ადამიანებმა. ძალიან დიდი მადლობა, ბატონ გიორგი, დღევანდელი სტუმრობისთვის. მადლობა, რომ მოგეცით შესაძლებლობა
საკმაოდ საინტერესო ჩვენი საზოგადოებისათვის შედარებით ახალ თემაზე გვესაუბრა და გვესაუბრა როგორც რეტროსპექტულად საერთაშორისო გამოცდილების, მათ შორის სამომავლო პერსპექტივების ჭრილში. მადლობა თქვენ. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ორთოპედ ტრავმატოლოგი ბატონი გიორგი ხუციშვილი და ის საუბრობდა მხრის სახსრის პრობლემებზე და მათ შორის ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. იმ გზებზე, რომელიც სრულიად ახალია თავისი ამოცანებით, მაგრამ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს უკვე და შეუძლია შეცვალოს ადამიანების ცხოვრების ხარისხი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. კვებითი შუქნიშანი, როგორც წესი, ეს არის მრავალფეროვანი კვებითი რეკომენდაციები, სამფერ შუქნიშანთან ასოცირებული, სადაც არა უბრალოდ სამ უჯრაში ნაწილდება ინფორმაცია, არამედ ჩვენი მეხსიერების მაქსიმალურად დიდ სივრცეს ითვისებს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ პირადად ჩვენ და ჩვენმა ოჯახმა, ჩვენმა ახლობლებმა ჩვენი ცოდნის დამსახურებით. როდესაც კვებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ გულისხმობთ პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანის განვითარების სხვადასხვა ეტაპს, სხვადასხვა საჭიროებას და რასაკვირველია გულისხმობთ სხვადასხვა სამედიცინო პრობლემას, რომელსაც კვება უნდა შეუხამოთ. დიახ, კვება არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პრობლემები ავიცილოთ თავიდან. კვება არის ხშირ შემთხვევაში ერთადერთი სამკურნალო საშუალება, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები მთლიანად შეგვიძლია მოვაგვაროთ კვების მეშვეობით. ზოგჯერ კვება დამხმარე მეთოდია, ან ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია, მაგრამ ყველა შემთხვევაში კვების როლი არის გასააზრებელი. მათ შორის მაშინაც, როდესაც ადამიანის განვითარებაზე ვსაუბრობთ და ადამიანის ჯანმრთელობაზე ასაკობრივ ჭრილში. ხანდაზმულთა კვებაზე ჩვენ წლების მანძილზე ვსაუბრობთ და პირადად მე წლების მანძილზე ვმუშაობ ამ საკითხზე როგორც ექიმი და არაერთი ნაშრომი მაქვს შესრულებული, მაგრამ დღევანდელი ჩვენი საუბარი იქნება განსხვავებული. განსხვავებული თუნდაც იმ სტერეოტიპების შესაბამისად, რომელიც საზოგადოებაში არის დამკვიდრებული. დიახ, ჩვენ ყველა გადაცემაში ვსაუბრობთ ადამიანის ცხოვრების წესზე და მის შესაბამისობაზე ადამიანის საჭიროებასთან. მაგალითად, ხანდაზმულების შემთხვევაში სრულიად ლოგიკურად და ბუნებრივად გვეჩვენება, რომ საჭიროა ფიზიკური აქტივობა, დიახ, ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. აუცილებელია ძილის, კვების, ფიზიკური აქტივობის დროში გადანაწილება და შესაბამისად დაცვა ცხოვრების წესის ამ ფაქტორებისა. დიახ, საჭიროა. საჭიროა თუ არა წონის კონტროლი, აუცილებელია. საჭიროა თუ არა რეჟიმის, ულუფის, რაციონის გააზრება კვებაში. დიახ, აუცილებელია. წყლის ბალანსის შეფასება, შესაბამისი მოხმარება. აუცილებელია თუ არა, მაგალითად, ალკოჰოლის მოხმარების კონტროლი, შაქრის მიღების კონტროლი, მარილის მიმართ სიფრთხილე, ტრანსცხიმების, ნაჯერი ცხიმების, პროცესირებული ცხიმების მიმართ დამოკიდებულება. დიახ, თითოეულ მათგანს აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. მაგრამ მოდით დავბრუნდეთ და ეს გზა თავიდან გავიაროთ და ვთქვათ, რომ ასეთი ცალსახა, ასეთი ერთფეროვანი, ერთგვაროვანი რეკომენდაცია ადამიანებთან მიმართებაში ყოველთვის არ არის გამართლებული. უფრო მეტიც, არასოდეს არის გამართლებული. რატომ? იმიტომ, რომ თითოეულ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ ერთი ადამიანის განსაკუთრებულობაზე და მის განსაკუთრებულ მოთხოვნილებებზე. ასაკოვან ადამიანებში ეს განსაკუთრებით საყურადღებოა. რატომ? იმიტომ, რომ ასაკთან ერთად ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებლების ჩამოყალიბება, მათ შორის მისი ხასიათობრივი თავისებურების ჩამოყალიბება კიდევ უფრო თვალსაჩინოა და ჩვენ პერსონალიზებული, ანუ მისთვის საჭირო მიდგომის შერჩევა განსაკუთრებით დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ფიზიკური აქტივობა, დიახ, მაგრამ მისი შესაძლებლობების და მისი მდგომარეობის შესაბამისად. წონის მართვა, დიახ, მაგრამ ხანდაზმული ადამიანის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სრულიად განსხვავებული ნორმების, სრულიად განსხვავებული მიდგომებით. რეჟიმის დაცვა, დიახ, მაგრამ ამ ადამიანის, სწორედ ხანდაზმული ადამიანის საჭიროებებიდან და მისი ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე, ულუფის განსაზღვრა, ან თავად რაციონის განსაზღვრა, დიახ, აქაც მისი ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით. წყლის მოხმარება, რასაკვირველია,
არსებობს უნივერსალური, სტანდარტული მიდგომები, მაგრამ ამ მიდგომების კრიტიკული შეფასება გადამწყვეტი, როდესაც ხანდაზმული საჭიროებიდან გამომდინარე ვადგენთ სინამდვილეში რამდენი ჭირდება ადამიანს წყალი. როდესაც ჩვენ საუბრობთ ალკოჰოლზე, სიფრთხილე ყველა შემთხვევაში დასაცავია, ისევე როგორც შაქრის მოხმარებას ან მარილთან დაკავშირებით, ცხიმთან დაკავშირებით. მაგრამ დღევანდელი ჩემი საუბარი, როგორც უკვე გითხარით, დღევანდელი თარიღის თემას უკავშირდება და ეს არ არის უბრალოდ ხანდაზმულებისთვის საჭირო, მაგალითად ანტიოქსიდანტები, ანტიდამჟანგავები, რომლითაც ძალიან მდიდარია ყველა ის პროდუქტი, რომელიც ახლა ჩვენს კვებით შუქნის შანშია. ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები, რომელიც ასევე უხვად არის წარმოდგენილი ჩვენს კვებით შუქნის შანშში. მიდგომა შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე უბრალოდ კვების აღქმა. შესაძლოა სწორედ ასეთი გაფართოებული წარმოდგენა გვაძლევს საშუალებას გავიხსენოთ, როგორი შეიძლება იყოს ძალადობა და როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ ძალადობა კვების კონტექსტში ხანდაზმულებთან მიმართებაში. დიახ, ჩვენ შევთანხმდით, რომ დღეს 15 ივნისს მსოფლიო აღნიშნავს ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ცნობადობის დღეს. კვება შეიძლება იყოს ინსტრუმენტი ძალადობის პროცესში. რასაკვირველია, ჩვენ ვიცით, რომ ძალადობა ფიზიკური, ემოციური, მენტალური, მორალური, ეკონომიკური, სხვადასხვა წახნაგის მატარებელია. კვებასთან მიმართებაში უნდა გავითვალისწინოთ ხანდაზმულების დამოკიდებულებას ოჯახის სხვა წევრებზე, საზოგადოებაზე დამოკიდებულება. სამწუხაროდ, ხშირად ხანდაზმული სწორედ ფინანსურადაც დამოკიდებულია ოჯახსა და საზოგადოებაზე, დამოკიდებულია ხელმისაწვდომობითაც. მაგალითად, შეუძლია მას დამოუკიდებლად შეიძინოს პროდუქტები, შეიძლება თუ არა მან მოამზადოს პროდუქტები, შეუძლია თუ არა თვითმომსახურება. რამდენი კითხვა იბადება ხანდაზმულებთან დაკავშირებით და ეს რასაკვირველია, ყველას ერთნაირად არ ეხება, მაგრამ აუცილებლად ეხება საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ასაკთან ერთად საკუთარი მდგომარეობაც წვირთად ექცა. და აი ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი ტრადიციული ხედვა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს ასაკთან მიმართებაში შეფასებას, მაგალითად ცილა. უნდა მიიღოს თუ არა ხანდაზმულმა. დიახ, იმაზე მეტი, ვიდრე ზრდასრულ ადამიანს უწევდით ხოლმე რეკომენდაციას. დიახ, დამკვიდრებული წარმოდგენა, რომ ხანდაზმულებს ნაკლები ცილა ჭირდებათ, მეცნიერებამ სრულად უარყო და დღეს მტკიცებით დადასტურებულია, რომ ასაკთან ერთად ცილაზე მოთხოვნილება მხოლოდ იზრდება და არის განსაკუთრებული მდგომარეობები, ჯანმრთელობის კონკრეტული მდგომარეობები, როდესაც მკაცრი კონტროლი გვჭირდება ცილის, მაგრამ იქაც ჩვენ ვალდებულები ვართ სრულფასოვანი ცილა მივაწოდოთ ხანდაზმულს ყველა ამინომჟავის ჩათვლით. ცილასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ცხიმები და განსაკუთრებით სასარგებლო ცხიმები, რომელთაც ასაკთან ერთად, მაგალითად ომეგა-3-ს განსაკუთრებით გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამ ჩამონათვალში აუცილებლად სწრაფად უნდა გავიხსენოთ ბოსტნეული, გავიხსენოთ ხილი, გავიხსენოთ მარცვლეულ ბურღულეული, თითოეული ეს ჯგუფი აუცილებელია ხანდაზმული ადამიანისთვის, ისევე როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ ხოლმე საზოგადოების ჯანმრთელობაზე. მაგრამ გავითვალისწინოთ, სად უნდა იყოს ეს ყველაფერი თავმოყრილი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასაკთან ერთად და ასაკობრივი ცვლილებების მაქსიმალურად თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაგალითად ხმელთაშუაზღვისპირეთის კვების მოდელს, სადაც საკვები პროდუქტები თავისი ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური მოხმარებით უნდა გამოვყოთ და რასაკვირველია, აქაც სწორ ცხიმებს, სწორად შერჩეულ ბოსტნეულს, ცილას და ასე შემდეგ აქვს დიდი მნიშვნელობა. გასათვალისწინებელია არტერიული ჰიპერტენზიის მართვისთვის განკუთვნილი დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად, ეგრეთ წოდებული DASH დიეტა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ასაკთან ერთად კვების ამ ორი მოდელის გამთლიანება, რომელიც კოგნიტური ნეიროდეგენერაციული ხშირად ჩვენ ვამბობთ ხოლმე ასაკთან ერთად მიმდინარე პროცესებზე, აი ამ დაავადებების თავიდან აცილებას ემსახურება და ჩვენ ხშირად საუბრობთ მაინ დიეტის სახელით არის ცნობილი. ყველა ეს ინფორმაცია თავს იღრის თეფშზე და ხანდაზმულების შემთხვევაშიც დიახ თეფშია წარმოსადგენი, სადაც სულ ცოტა 5 ჯგუფის 5 ფერის პროდუქტზე ვსაუბრობთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აქცენტი ცხიმსა და წყლის მოხმარებაზე, ფიზიკური აქტივობის ჩართვით და გათვალისწინებით.
ჰარვარდის თეფშის შემთხვევაში და თქვენ წარმოიდგინეთ თუ კიდევ უფრო გავაფართოვებთ სტრატეგიას პლანეტის თეფშის ჩათვლით. მაგრამ საკმარისია მხოლოდ ეს ცოდნა იმისთვის, რომ ხანდაზმულების კვებასთან მიმართებაში წამოჭრილი პრობლემები გავიაზროთ. მაგალითად, ხანდაზმულები, რომლებიც მოულოდნელად ცვლიან კვების მოდელს, მოულოდნელად ცვლიან საკვების ტიპს და მისი მოხმარების დროსა და ულუფას. ხანდაზმულები, რომლებიც ცდილობენ განერიდონ ოჯახის წევრებს. ხანდაზმულები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი სურვილები დაუქვემდებარონ ოჯახის წევრების შესაძლებლობებს და საერთოდ საკუთარი ოჯახის მატერიალურ შესაძლებლობებს. ხანდაზმულები, რომლებიც არჩევანს აკეთებენ საკვებსა და წამალს შორის. ეს არის ძალიან განსხვავებული მდგომარეობა, როდესაც იბადება კითხვა, რა სჭირდება სინამდვილეში ხანდაზმულს? ძალიან ბევრი რამ სჭირდება ხანდაზმულს, მაგრამ თეფში, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, ყველას, ვისაც ჩემი წიგნი გაქვთ, იცით, რომ სწორედ ამ ფორმით არის ამ წიგნშიც წარმოდგენილი ხანდაზმულთა თეფში. არა იმიტომ, რომ ის ცარიელი უნდა იყოს დაცლილი პროდუქტებისგან, არამედ იმიტომ, რომ გავითვალისწინოთ ხანდაზმულებს განსაკუთრებით აკლიათ სოციალური კომუნიკაცია, სოციალური მხარდაჭერა, სოციალური ფიტნესი, როგორც ჰარვარდის კვლევა გვეუბნება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში გავითვალისწინოთ თუნდაც საკვები პროდუქტები, თუნდაც ტრაპეზი სხვა ადამიანებთან კომუნიკაციაში, სხვა ადამიანების მხარდაჭერით. და ასეთ დროს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მთლიანად საზოგადოებისათვის, მთლიანად ჩვენთვის, ყველა ჩვენგანისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც ხანდაზმულების პრიზმაში აღვიქვათ პრობლემები. მაგალითად, გაბრიელ გარსია მარკესი ამბობდა, რომ ჩვენ ბერდებით, ზოგადად ადამიანი დაბერებას იწყებს მაშინ, როდესაც იგი კარგავს შეყვარების უნარს. დიახ, ამ თეფშზე არის სიყვარული. ამ თეფშის გარშემოც არის სიყვარული. ეს სჭირდებათ ადამიანებს და განსაკუთრებით სჭირდებათ ხანდაზმულებს. ამიტომ სრულიად გასაგებია მარკესის სიტყვები. ჩვენ გვაკლდება სიყვარული, ჩვენ კარგავთ ერთმანეთის მიმართ სიყვარულს და ეს გვაბერებს. მაგრამ აქვე ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელება აქვს ამ აზრს, რომელიც მან თავის გამოსათხოვარ სიტყვაში დაგვიტოვა. მან ბრძანა, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში აქვს ადამიანს უფლება ზემოდან ქვემოთ უყუროს მეორე ადამიანს. მაშინ, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. დიახ, ჩვენი ძალა არის სწორედ ამ უნარში, ერთმანეთს დავეხმაროთ წამოდგომაში ასაკის მიუხედავად და რაც მთავარია, ერთმანეთს დავეხმაროთ სიყვარულით, იმიტომ რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებას, სიყვარულით ახსავსეთ დამოკიდებულებას და ჩვენ და გვიყვარდეს იმისთვის, რომ გადავრჩეთ ჯანმრთელობას და ღირსებას გისურვებთ.